ბოლო წლების განმავლობაში სიღარიბე ამ ქვეყანაში მატულობს, ბავშვთა შორის შიმშილის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამღა, რომელიც მთელ საზოგადოებას ხელისუფლებას ყველას ერთად გვაწევს, მასზე პასუხი არ არსებობს. წლების განმავლობაში, უახლოესი წლების, თვეების და კვირეების განმავლობაში იზრდება პროდუქტის ფასი, სულ რაღაც 2 დღის წინ აი ის ხელისუფლება, რომლის მილიონერი დეპუტატები ცხედან რაღაც ფასების კომისიაში და თითქოს და გაძვირების საკითხს ადგენენ და პარალელურად მილიონებს ხარჯავენ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩანთა ის შეიძინონ და ძვირფასეულობა შეიძინონ საკუთარი თავებისთვის, მათ 2 დღის წინ გაზარდეს ელექტროენერგიის ფასი. 5 თეთრით თითოეული მოქალაქისთვის გაიზარდა ელექტროენერგიის ღირებულება. საშუალოდ 26-დან 30.14%-ამდე. ეს კიდევ უფრო მეტად შესაგრძნობია, იმიტომ რომ 5 თეთრი ცალკე შეიძლება ვიღაცისთვის თითქოს არ ჟღერს. ხო, ანუ თუ მაგალითად 50 ლარს იხდიდა, გადაიხდი 70 ლარს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის ეს მოცულება. თითქმის 30%-იანი უზარმაზარი ნახტომია, ადრე თუ ზრდაზე ყოფილა წარსულში საუბარი, იყო 1 თეთრი, 2 თეთრი, 5 თეთრიანი ზრდა, ნიშნავს, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მაჩვენებლით 20-30%-ით იზრდება საერთოდ ღირებულება. ამ დროს ისინი საუბრობენ თითქოს და ენერგიის და ელექტროენერგიის დეფიციტზე და სინამდვილეში არანაირი დეფიციტი არ არსებობს. არანაირი დეფიციტი არ არსებობს, დეფიციტი არსებობს ერთადერთი მიზეზის გამო. არა იმიტომ რომ მოსახლეობა უფრო მეტ დენს მოიხმარს, იმის გამო რომ ამ ქვეყანაში არსებობს უზარმაზარი ბიტკოინების და შესაბამისი საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტის მწარმოებლები არიან ისევ და ისევ ქართული ოცნების წარმომადგენლები. სვანეთს რა პრობლემა უდგას? სვანეთში სადაც ჯერ უფასო იყო, შემდეგ გაუქმებასთან მივიდა ეს საკითხი, იმიტომ რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ბიძინა ივანიშვილი თავად, რომელიც გლდანში ეგრეთ წოდებულ ბიტფურს აგუგუნებს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე და ამ ელექტროენერგიას ყიდულობს და ღებულობს სუბსიდირებულად. ანუ მოქალაქეები ვიხდით იმაში ფულს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიტფურის ქარხნისთვის, რომელიც ბიტკოინებს აწარმოებს, მიიღოს ელექტროენერგია უფრო იაფა და ამის ხარჯზე აი იმ სწორედ ამის 400,000 ბავშვს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება, უძვირებენ 20-30%-ით ელექტროენერგიის საფასურს. თან რას ნიშნავს ელექტროენერგიის საფასური? მაშინ როცა კი ოდნავ გეოპოლიტიკური მიზეზების გათვალისწინებით, მაგრამ ზოგადადაც იზრდება საწვავის ფასი. საწვავის ფასის ზრდა ნიშნავს ყველა ტიპის პროდუქტის გაძვირებას. ელექტროენერგიის ფასის ზრდა ნიშნავს პურის გაძვირებას, ყველა ტიპის მომსახურების და პროდუქტის გაძვირებას. ამ დროს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამოდის და ჩვენ გვესაუბრება, რომ თურმე ფასები ანაღლებს. ვინ ანაღლებს? კახაბექაურის 2 ნაბიჯი ანაღლებს, რომელიც ერთი ხელით ჯერ დამოუკიდებელ ტელევიზიებს აღჭობდა ეგრეთ წოდებული მარეგულირებელი კომისიიდან და მეორე ხელით მოქალაქეებს აღჭოს თავისი ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი 2 ნაბიჯით და ასე შემდეგ, ხო? ამ ვითარებაში არანაირი ახსნა არ ჭირდება იმას, რომ ქართული ოცნება ნამდვილად უდრის სიღარიბეს. ქართული ოცნება უდრის ტყუილს და პროპაგანდას, რომ თითქოს და 5 თეთრით შეგვიმცირეს კვერცხზე ფასს, რომელიც რამდენი კვერცხი შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ჭამოს ადამიანმა. რამდენი ისიც, რომელიც ისევ გაძვირდა თავიდან და ამ დროს ათეულობით ლარით ზრდიან ელექტროენერგიის ღირებულებას. ყველაფერი არის დაყრდნობილი ტყუილზე, პროპაგანდაზე, აი სიცრუეზე, ბევრი ფულის შევნაზე, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების ჯიბეში დღეს იყო დიდი დისკუსია ჩვენთვის არალეგიტიმურ პარლამენტში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, სადაც კახარიას გუნდმა დააყენა მინიმალური ხელფას მოთხოვნის და კანონპროექტად მიღების ინიციატივა და ამ დროს ხედავთ აქეთ მილიონერი დეპუტატები ეს ზარქუა, რომელიც ხან მილანშია, ხან მონაკოშია, ხან კომოს ტბაზია, ხან ვისთან და ამ ვითარებაში ისინი წინააღმდეგი არიან, რომ 1000 ლარამდე იყოს მინიმალური ხელფასი. დღეს მინიმალური ხელფასი, ანუ 48 საათი კვირაში რომ იმუშაოთ თქვენ მოქალაქეებო, 48 საათი კვირაში ყველა სამუშაო დღე რომ გამოიყენოთ, თქვენ მინიმალური ხელფასი დღევანდელი გამოდეულით არის 20 ლარი. თვის განმავლობაში
20 ლარი. და ამის ზრდაზე როცა მიდიოდა საუბარი, წინააღმდეგები არიან. და ამ დროს რო კითხო და შეკითხვა დაუსვა, რა არის ქვეყანაში საშუალო ხელფასი? საშუალო ხელფასზე პასუხობენ, რომ არის გაიზარდა 2000 გადაახტა 2200, 2500, 1800 სხვადასხვა რიცხვებს ავიღებენ, მაგრამ არც ერთი არ არის სიმართლე. თუ ეხლა ჩემს ხელფასს აიღებენ, კიდევ 5 პედაგოგის ხელფასს აიღებენ და ბაღის მასწავლებლის 1000 ლარს და დააჯამებენ და შემდეგ დაუმატებენ თავიანთ 60,000 ლარიან ხელფასებს და გაასაშუალოებენ, ხო, შეიძლება 20,000 ლარიც გამოვიდეს საშუალო ხელფასი. ამ ტყუილებზეა მათი პროპაგანდა აგებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ერთადერთი რამ, მუდმივი საუბარი და მხილება, მათ შორის მათი იმ მედია საშუალებებისა, რომელიც ამ პროპაგანდას ავრცელებს. პრინციპში ახლაც ამ საქმით ხარ თქვენ დაკავებული, თუმცა ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის იმ სივრცეებში შეღწევა და შესვლა, სადაც ეს მედია ვერ აღწევს. ამ თვალსაზრისით გარკვეული მცდელობები არის თქვენს, ასე ვთქვათ, კოლეგა პოლიტიკურ პარტიებს ის გაერთიანებაში ამავე ფლანგზე, ოღონდ სხვა მიმართულებით, მათ დაანონსეს ერთი დიდი აქცია 26 მაისს და თქვენს რომ მანამდე ისინი აქტიურად გავლენ რეგიონებში. რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ლელოში? ან ლელოს მხრიდან თქვენ რა გეგმა გაქვთ ამ გაზაფხულზე? ჩვენ აქტიურად არ გაგვიჩერებია რეგიონებში სიარული, ამიტომ არ ვიტყვი იმას, რომ აპირებთ რეგიონებში გასვლას, დავდივართ ყოველდღიურად. ამჟამადაც ახლა ჩემი მეგობრები, კოლეგები იმყოფებიან, ერთი გუნდი იმყოფება ჩოხატაურში, მეორე გუნდი ოტოფარულავას ლიდერობით იმყოფება ბათუმში, გუშინ წინ დავბრუნდით საგარეჯოდან, სამეგრელოშიცკენ მიემართება ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე სამცხე-ჯავახეთში იყო, ყოველდღიურად ჩვეულებრივ გრაფიკით, ლამის სამხედრო რეჟიმით მუშაობთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს შევხვდეთ, არ ვერიდებით არც ერთ ყველაზე პრობლემურ ადგილებში შესვლას, მათ შორის იმ ბაზრობებზე, სადაც ქართული ოცნების შემომწირველები არიან, სხვადასხვა ბაზრობის დირექტორები და აგრესიულად ხვდებიან, იქ ტიტუშკებს გვიგზავნიან, ყველგან შევდივართ, სადაც კი შეიძლება, რომ ვესაუბროთ მოქალაქეებს, მათ შორის განსაკუთრებულად გვაინტერესებს, მაგალითად, გიორგი თარგამაძეს არ ჭირდება ირაკლი კუპრაძის მხრიდან რაღაც ტიპის მონაცემების მიწოდება. თავად უკეთესაც ის ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში რა ხდება. ჩვენი მიზანია რომ ვესაუბროთ სწორედ იმ ტიპის ამომრჩევლს, რომელიც ქართულ ოცნებას ყავს მოტყუებული პროპაგანდის მიერ. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ძალიან მარტივი სტრატეგია, გამარჯვების ფორმულა, რის გაკეთებაც ლელოს შეუძლია, მთავარი წulis შეტანა შეუძლია ამ პროცესში, ქართულ ოცნებას გამოვაცალოთ ის ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები, რომელსაც ეშინია, რომლებიც არის მოტყუებული, რომლებიც არიან პროპაგანდის მსხვერპლი, მათთან გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან საუბარი. დავაზუსტებ მაშინ. მე როგორც ვატყობ, თქვენი ტაქტიკა და სტრატეგია საერთოდ ხო, ის ღიად თქმა შემიძლია. ემყარება იმას, რომ ოპოზიციის უკვე ჩამოყალიბებულ აუდიტორიასთან კი არ დახარჯოთ ისედაც მცირე ენერგია, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო დღეს საქართველოში აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც ლელოს, არამედ მიმართოთ იმ ველზე, სადაც ოპოზიციას უჭირს შესვლა. ხო? ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ ამ ეტაპზე თავს იკავებთ აი ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებაში შესვლისგან ან რაღაცა ესეთი ტიპის გაერთიანებაში შესვლისგან, რომ თქვენ მათთვისაც მიუწვდენენ ველზე გინდათ, რომ ასე ვთქვათ იაქტიუროთ, ეს ერთი. და მეორე კითხვა, თქვენს ერთ-ერთ ბოლო ინიციატივას უკავშირდება დიალოგისკენ მოწოდებას, ხო, რომელსაც დაჭირდა განმარტებები, ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ პრობლემურია და იმავე დღეს გიპასუხეს საერთოდ არ გვაინტერესებს, რომ გავიგეთ, მაშინ რა ვინ იყო ის სუბიექტი, ვინც დიალოგისში პარტნიორად წარმოგედგინათ? პირველ რიგში ნაწილობრივ იგულისხმება ისიც, რომ ხო ჩვენ დამოუკიდებელი განვითარების გზა ავირჩიეთ იმისთვის, რომ შევქმნათ განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელზეც მოთხოვნა არსებობს პოლიტიკურ ველზე. ყველა ერთნაირად როცა საუბრობს პოლიტიკურ ველზე, ვერ ფარავ ყველა სეგმენტს. და ჩვენ ვესაუბრებთ სწორედ იმ სეგმენტს, რომელიც წამოყვანაც ამ ოპოზიციურ, პროდასავლურ, ეროვნულ და ქართულ ბრძოლაში არის გადამწყვეტი. იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში უყურებთ სამწუხაროდ, რომ რაღაც
ერთი და იმავე წრეში ტრიალებს ეს ოპოზიციური პარტიები. ერთი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი აიწევს, მეორეს დაიწევს, ამის აიწევს, იმის დაიწევს, ან თამაშია იქ ერთად. იმიტომ რომ სამწუხაროდ არავინ არ ესაუბრება ზიარ ჭურჭელია, ძალიან კარგი ფორმულირება, ზიარ ჭურჭელია, ამ ზიარ ჭურჭელში მოძრაობს ეს მხარდაჭერა. იმის მიღმა განსხვავებული პოლიტიკური ენით, განსხვავებული ნარატივით, განსხვავებული მეტაენით საუბარი ამ მომრჩევლთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც თან ბუნებრივია შენთვის და ჩვენც ბუნებრივია ვესაუბროთ მოქალაქეებს რეგიონებში განსხვავებულად და კი ერთ-ერთი წინაპირობა და ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ ავირჩიეთ სწორედ ეს პოლიტიკური სტრატეგია, არის ეს, რაზეც თქვენ საუბრობდით. მეორე, დიალოგის შესახებ განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ ამ განცხადებას ბოლომდე ვიცავთ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში არსებობს მძიმე პოლიტიკური კრიზისი. ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად აუცილებელია კომუნიკაცია და დიალოგი. კრიზისი წარმოიშვა ორი მიზეზით. ერთი არჩევნების გაყალბება და მისაკუთრება ძალაუფლების და მეორე პოლიტპატიმრების გაჩენა საერთოდ ამ ქვეყანაში. იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, უნდა გადაიჭრას ორი გამომწვევი მიზეზი. ანუ უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ჩვენ ვამბობთ რომ დიალოგი არის გარდაუვალი და ქართული ოცნება მიუხედავად იმისა გამოვიდა თქვა რომ არა წავიდეს ლელო და პროკურორებს ელაპარაკოსო. ანუ პროკურორებს იმიტომ რომ ხო დასაჭერად ვართ გამზადებულები, ასაკრძალად პარტია, ჩემი პარტიის ლიდერები კახაზარდ ბაზიჯაფარიძე დასაჭერად გამზადებული, ნაწილი დაკავებული და დაჭერილი ციხეებში, ერთი გლდანის ციხეში, მეორე რუსთავის ციხეში, ასე შემდეგ. ამ ბრძოლაში ვარ, თუმცა ქართულმა ოცნებამ ამ პასუხის მიუხედავად ძალიან ნათლად აჩვენა ის, რომ ერთი პოლიტიკური კრიზისი მან შექმნა და მისი ბრალეულობა და მეორე ქართულ ოცნებას არ უნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. მე ამით მიუმართავ პირობებში ქართულ ოცნებას ამომრჩევლს და ვეუბნები, რომ კრიზისი, რომელიც შექმნა ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ისევ ის არის დამნაშავე ამ კრიზისის არ გადაჭრაში, იმიტომ რომ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი ფორმა არსებობს. დიალოგი და კომუნიკაცია. მას მოუწევს ამ დიალოგზე აუცილებლად წამოსვლა. მე როგორც თქვი, თქვენ არ გქონდათ მოლოდინი, რომ ამას პოზიტიური გამოხმაურება ექნებოდა ხელისუფლებისგან, მაგრამ ჭირდებოდა როგორც ინსტრუმენტი, როგორც არგუმენტი, მათ შორის მათივე ხარდამჭერების ან ყოფილი ხარდამჭერების ნაწილთან საურთიერთოდ, რომლებიც შეწუხდნენ, გადაიღალნენ მართლაც ამ ქვეყანაში არსებული ამ დაძაბულობისა და ამ გაღრმავებული კრიზისის გამო და ეძებენ გამოსავალს აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური სპექტრი შეძლებს ადამიანურ ცივილიზებულ პოლიტიკურ ენაზე საუბარს და მათივე პრობლემების მოგვარებას. გავიგე. ახლა კიდევ ერთი კითხვა და ამით დაგემშვიდობებით. უკავშირდება თუ არა მათ შორის თუნდაც პერსპექტივაში რაიმე ტიპის დიალოგის თუ არა რაღაცა ტიპის თუნდაც იძულებით შეთანხმებების პერსპექტივას სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანისა და ირაკლი კობახიძეს შორის. ვერ ვიტყვი რომ ეს არის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ რო შედგა ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ გაწყვეტილია სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი შეჩერებულია და კომენტარები, რომელიც დაიდო ამ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, თავად შეერთებული შტატების მხრიდან იყო ძალიან მშრალი, კონკრეტული მინიშნებით რეგიონში უსაფრთხოების პრობლემატიკაზე იყო საუბარი. კობახიძის და მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მათი სურვილები უფრო გამორჩიოდა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას უკავშირდება. ეს გადატვირთვა რაიმე ფორმით შეიძლება შედგეს შიდა პოლიტიკური მდგენელის გარეშე. ლელო როგორ ხედავს ამ პროცესს? პირველ რიგში ძალიან მარტივი გასაგები იყო, რატომ არ იჩქარა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა, რომ დაეპოსტათ და გამოექვეყნებინათ მანამ სანამ არ დაწერდა სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ფორმულირებას. ისინი დაელოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტს, როდის გამოაქვეყნებდა ფორმულირებას, წინააღმდეგობაში არ მოხდა მეტი ტყუილის და მეტი სპეკულაციის შესაძლებლობა დარჩა, შემდეგ გამოაქვეყნეს ეს წერილი. რაც იგულისხმება თავის მხრივ რუბიოს ზართან მიმართებაში, ერთი კვირით ადრე ამ ქვეყანაში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვიზიტი. ამ შტატების მხრიდან ჩამოსული იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეს შეხვედრები შედგა ჩვენ შორისაც, ჩვენ შევხვდით, ლელო შეხვდა ამ წარმომადგენლობას, გაუზიარეთ ყველა ის დარღვევა, ადამიანის უფლებების, პოლიტპატიმრების სიღარი, ყველა საგარეოველი პრორუსული განწყობები და საქმიანობა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა თქვენი და ბადრი ჯაფარიძის საუბარი ანაკლიის პროექტი. ერთ-ერთი მთავარი ანაკლიაში ჩავიდა. ანაკლიაში ჩავიდა, ეს იყო დაუგეგმავი ვიზიტი, ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ანაკლიის პორტზე, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი
გარანტი, რომელიც იქნება გარანტირებული ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და მათ შორის რუბიოს ეგრეთ წოდებულ ტვიტში იყო ნახსენები შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება ანაკლიის სპორტს, რომელიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის არავის ბიზნეს პროექტი, არც მამუკა ხაზარაძის მისი პოზიცია თავად, ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველოს თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად და ეს არის გამოსავალი, სადაც საქართველოს ექნება უსაფრთხოების სტანდარტები. მაშინ როცა ბაქო ჯეიჰანი ამ ქვეყანაში, კი ბაქო ჯეიჰანის გატარება საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნიშნავს დამატებით უსაფრთხოებას, იმიტომ რომ საქართველოს უსაფრთხოებით არის დაინტერესებული ათობით უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და მათ შორის უზარმაზარი კორპორაციები, რომელიც ცდილობენ საქართველოში მშვიდობა იყოს. ანაკლიის სპორტის არსებობა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ჯერთი ეკონომიკა იზრდება და ის, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ, პენსია უნდა გაიზარდოს და შემდეგ, იქიდან შევსებული თანხით უნდა გაიზარდოს და თავის მხრივ უსაფრთხოება შეგვიძლია. ჩვენ ამ ჩემ შეკითხვის მეორე ნაწილზე მაინტერესებს თქვენი აზრი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკური მდგომარეობის. ხო, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც მნიშვნელოვანია მისი პერსონალური ინტერესები, ასევე დემოკრატია, არ დათმობს, არ დაახურდავებს დემოკრატიას, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ შეთანხმებებზე. რო არ დაახურდავებს გეთანხმებით, მაგრამ შეიძლება ნაკლები ინტერესი გამოიწვიოს და ამ პროცესში რა როლი აქვს ოპოზიციას? თუმცა ჩვენ როლი ოპოზიციის ჯამურად არ ვიცი, მაგრამ ლელოს როლი არის მუდმივი კომუნიკაცია, მათთან საუბარი, ინფორმაციის გაცვლა და შეთანხმება იმაზე, რა ჭირდება დღეს ქართულ ხალხს და საქართველოს და ერთადერთი ფრაზა ამ ნაწილში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის არსებობა თუნდაც ისეთი ავტორიტარული რეჟიმისთვის როგორც ივანიშვილია რეალურად ჭირდება ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ვიღაც გონია სრულ იზოლაციაში მოქცევა საქართველოს ეს ხელს შეუწყობს ივანიშვილის უკან დახევას. არა, ივანიშვილს არ ენაღლება იზოლაცია. ჩვენ გვჭირდება პირიქით ივანიშვილის სიშლეგის და ტერორის შემაკავებელი მექანიზმები, რაც აქამდე მუშაობდა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახით. ამერიკის დაბრუნება საქართველოს პოლიტიკურ საგარეო კომუნიკაციებში არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები. დიდი მადლობა.